ბენო ადამიანს მორგი კამარი ჩამოუტანა ქართულ გულშემატკივარს და ზოგადად ქართულ MMA-ში უკვე რა ვიცი, კამრებს ვითვლით და ვითვლით. არა მარტო UFC-ში, არამედ UFC-ის მიღმაც ძალიან მაგარ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ევროპულ ორგანიზაციაში, ოქტაგონში ბენო ადამიანს მოახერხა და მეორე კამარი მოიპოვა მათე სანიკიძეს შემდგომ. ასანიშნავია, რომ ორივე გუნდელები არიან და დღეს ჩვენთან არის სტუმრად ზუსტად ბენო ადამიანს თავისი კამრით. გონი პირველი ინტერვიუ პოდკასტი არის, მას შემდგომ რაც კამარი მოიპოვე, ხო? კი, ეს პოდკასტი შენთან პირველად ვარ. მადლობა მოწვევისთვის. კამრები კიდე გვიმრავლოს ღმერთმა. მადლობა უფალს ამ კამრისთვისაც. დამეხმარა მომზადებაშიც, ყველაფერში. მადლობა უფალს. რა ვიცი, მე ყოველთვის ვამბობდი, შენზე ბევრი სტატიას დამიწერია, ვიდეოებშიც მისაუბრია შენზე. და თავიდანვე მინდა რომ მაგ ხრიდან დავიწყო ლაპარაკი რა. ნებისმიერი ქართველი MMA-ის მებრძოლისთვის და არა მარტო ქართველი MMA-ის მებრძოლისთვის, მეტიც ნებისმიერი სპორტსმენისთვის შენ ხარ მისაბაძი მაგალითი. პირადად ჩემთვისაც, იმიტომ რომ არ დანებება ბოლომდე ბრძოლა და საკუთარი თავის რწმენა რომ ერთ დღეს ყველაფერი გამოვა და ყველა ის რაღაც შრომა დაფასდება, ხო? მაგის ცოცხალი მაგალითი ხარ ჩემთვის. თან რომელსაც ხა ახლოს ვიცნობ და ძალიან მიხარია. მაგიტო ძალიან განსაკუთრებით გამიხარდა შენი ეს წარმატება, რომ შესაძლებელია კარიერის რაღაცა ძალიან დიდი კამბექის დადება და შესაძლებელია რომ როდესაც გწამს, გააკეთო ის, რაც სხვებს გონია რომ არ გამოგივა. ჯერ კამრის მოპოვების ყველა ფილინგი და გრძნობები, ემოციები მაინტერესებს. ჩასვლა, ბრძოლა, ხელისაწევა და მინდა რა მაგის გარშემო ვისაუბროთ რა ერთი სიტყვით. მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის. კი, ბრძოლა ბოლომდე დანებება არ მოსული პონტია რა. თან ქართველებში არ ხდება დანებება არ გვინდა. იცი, თავიდან კი მიჭირდა ცოტა ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა რა, წაგებები, ნეგატიური რეკორდი, 6 მოგება მხოლოდ 8 მარცხი. რთულია რა, რომ მე ისე დაიწყო, მაგრამ მაინც თავი ავიყვანე ხელში. გავაგზავნე ვარჯიში, step by step რაღაც. პირველ დღეს შეიძლება არ გქონოდა კარგი ვარჯიში, რაღაც ვერ გავაკეთე კარგად, მაგრამ მეორე დღეს რაღაც ერთი ნაბიჯი თუ არა, ნახევარი ნაბიჯი წინ ვიყავი, ამაც გრძნობდი. ვიცოდი და ჯერ კიდევ მისი არ მაქვს მთლიანად ბოლომდე შესრულებული, ისე ვაგრძელებ შრომას. და ესე step by step, ნელ-ნელა ნაბიჯებით მივდივარ წინ რა. კი, ძალიან სწორია. რომ ნაბიჯ უნდა წახვიდე წინ და პირდაპირ რაღაც დიდი მას არ შეეჯახო განსაკუთრებით მასში, როდესაც რაღაც ახალი გვერდიდან, სუფთა გვერდიდან იწყებ ყველაფერს. მაგრამ ეხლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ზოგადად მეც მებრძოლი ვარ და სასაცილო მომენტია რა, ბევრი დამწყები მებრძოლისგანაც მსმენია, რომ უცხოეთში ვაქვს ბრძოლა ჩანიშნული, ხვდები Cage Warriors-ის ყოფილ ჩემპიონს, ოქტაგონის ჩემპიონს. უყურებ და არის აშკარად დოპინგზეც და 1000 რაღაცაზე და რაც მისტიური მებრძოლი ჩანს რა, ძალიან დიდი, ძლიერი, დგომშიც კაია, პარტერშიც კაია, მაგრამ რეალურად შედიხარ იგზე და ხედავ რომ ისიც ადამიანია. მე მქონია ეგაც და რომ შორიდან რომ უყურებ ძალიან მედიტებოდა ტიპები და მე რომ ჩავსულარ იქ და ისიც უნდქავს, ისიც რომ დაარტყავ თუნდაც ხვერი უტყდება და ასე შემდეგ. საჩემპიონო ბრძოლაში ყოფილ ჩემპიონთან, თან არა აქტიურ ოქტაგონის აქტიურ ჩემპიონთან და Cage Warriors-ის ჩემპიონთან. როგორი იყო დროის გატარება, 25 წუთის გატარება, რა გრძნობები ქონდა კემპის განმავლობაში, ბრძოლის განმავლობაში და ბრძოლამდე. და რამე თუ შეიცვალა უშუალოდ ბრძოლის მიმდინარეობისას შენს ფსიქოლოგიაში, ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ალბათ ყველა მებრძოლს აქვს, ხო, ის პრობლემა და განცდები და ემოციები ბრძოლამდეც და ბრძოლის დროსაც. თავიდან რომ დავიწყოთ, ეხლა მე რომ გავიგო Sam Chris უნდა შევხვედროდი და უნდა მებრძოლა მასთან, რა თქმა უნდა მის ბრძოლებს ჩაუჯექი, განვიხილე. სიმართლე გითხრა, ეხლა არ შემეშინდაო, არა, შეიძლება შიშიც არაა ეს რა, ცივი ოფლი რო დაგასხანს და ცოტა რო აგაკანკარ. ემოცია რა. კი, ემოციები გააქვს და
ზუსტად იგივე ემოციები მქონდა აწონების შემდეგ, ხა ჩემს მწვრთნელებთან ერთად, ჩემ კუთხესთან ერთად რო დავჯექი და იგივე ვიდეოებს უყურებდი, იგივე ვიდეოებს განვიხილავდით ისევ, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. ნუ რაღაცნაირად სპორტული განცდა უბრალოდ. კეიჩი რომ უნდა ჩაიკეტო და შემდეგ ერთ-ერთ ზერჩები შენს მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უნდა რომ დაგანგრიოს და აქამდეც 19 ჯერ წარმატებით დაანგრია ვიღაცეები. ნუ მოკლედ კი განცდები მქონდა ძალიან ისეთი, მაგრამ აი კეიჩი რო შევედი, ჩავიკეტეთ, შენც იცი, გამოცდილი გაქვს ყველაფერი აზრს კარგავს, გარშემო არაფერი არ ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამოჩემებული გაქვს ერთი ხმა, შენი მწვრთნელის ხმა, თუ კუთხე რას კარნახობს და მორჩა. შენ და შენი მოწინააღმდეგე ხარ ძალიან დამშვიდი, წყნარად, საერთოდ არ ავღელვებულა ზოგადად პროცესის მომენტში, ღელვა არ მქონია. გეტყობოდა ბრძოლის განმავლობაში, გეტყობოდა, რომ აი სიტუაციას აკონტროლებდი. მე ყველაზე მეტად რაც მომეწონა უშუალოდ ბრძოლის დროს არის ის, რომ პირველი ძალიან დიდი მოთმინების უნარი გამოაჩინე, ძალიან ბევრი მებრძოლს უჭირს ეგ უნარი, ანუ ძალიან ბევრი მებრძოლი როგორ შედის ახლა, რომ ემოციურ ფონზე შევა, რაღაც მოთმინების უნარი არ აქვს, ზოგი საერთოდ 2 წუთში ყველა ენერგიას დახარჯავს, ზოგი ყველა კარს აჩვენებს, ზოგი ამ სიჩქარეში შეცდომას უშვებს, მაგრამ აი ძალიან ეტაპობრივად ცენტრს რო ერთი წამით არ უთხოვდი, ეგ მომეწონა ყველაზე მეტად მე და შეცდომებს რო ეძებდი და შეცდომებზე მუშაობდი. აი მე მაინტერესებს როდის გაგიჩნდა ის მომენტი, რომ აი всё, ჩემია რა ეს და აქედან აი რა ვიცი. უჭველი მოვუგებ და მოგებული მაქვს ეს ბრძოლა. იცი, პირველ რაუნდში მქონდა ესეთ შეგრძნება, როცა მივიღე რამოდენიმე დარტყმა, საერთოდ ვერ ვიგრძენი მისი დარტყმა, იმიტომ რომ აქ როცა ვარჯიშობ, კი ჩემ ვარჯიშებს დასწრებულ ხარ, ერთადაც გვივარჯიშა, სულ ჩემზე დიდებთან მიწევს სპარინგები, წყალში დგომა და ნუ დიდის დარტყმული უფრო იგრძნობ რა ადამიანი, მაგრამ ეხლა რო შევედი კეიჩი დავდექი და ამარტყა რამოდენიმე მომხვდა გამიტარა დარტყმები, მაინც ჩემი ზომა ადამიანისგან საერთოდ ვერ ვიგრძენი. ნუ ეს ერთ-ერთი კარგი არის, როცა დიდთან სპარინგი, შენზე ძლიერთან უნდა ივარჯიშო, უნდა დადგე წყილში, უნდა გაილახო კიდევაც, რა თქმა უნდა. ვარჯიშებზე რომ შემდეგ უკვე train hard fight easy რა, ესეთ თემა. ზუსტად. ანუ და ის მენტალი ძალიან სწორი აღნიშნე რა, ძალიან მებრძოლს აქვს ეგ კომპლექსი. რომ აი დარბაზში თუნდაც ტაპი ან რაღაცა დარტყმის გატარება უტყდება რა, ანუ ეგ არის ყველაზე ეგ არის ეგო. და ეგო არის ყველაზე დიდი მტერი შენ. მე პირიქით რავი. ვიღაცა რომ სამი შენზე დამიჭერს ხოლმე, აი გადავეკიდე სულ იმასთან მივდივარ ხოლმე რა. იმიტომ კი არა რაღაცა ჯინი და. ხო, არა, კი ეს სპორტული ინტერესი არის ერთი, მაგრამ მეორე ანუ პიკით რაღაცნაირად მიხარია კიდევაც რა, რომ აი კიდე ახალი გზა გავიგე, თუნდაც რას შეიძლება განვითარდე ან რაღაც დავიცვა ან ასე შემდეგ რა. სწორი ხედვა. და ხო, ძალიან სწორად აღნიშნე ეგ რა, იმიტომ რომ რაც უფრო გაისარჯები დარბაზში და რაც უფრო მეტ რას troubles იგრძნო დარბაზში, ბრძოლა მით უფრო მარტივი იქნება. კი. აი ბრძოლის მიმდინარეობისას როგორ შეგეცვალა, ან თუ შეგეცვალა აზრები თუ არა, აი რას ხედავდი, რას არ ხედავდი, რა განცდები და ემოციები ქონდა. ცოტა რთულია ეს ისე, იმიტომ რომ გავიხსენა, იმიტომ არ მახსოვს რა, რაღაცები. არ მახსოვს, ვიდეოს უყურებ და მე იქიდან უფრო ვიხსენებ ხოლმე რაღაცეებს კი. სხვადასხვა მაგაზე მეც ვილაპარაკე. შენ სტატიას რო წერდი, რომ ხო, ისე დიდი მადლობა მაგ სტატიისთვის, წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მადლობა. რავი, აი სიამოვნებით წერდი, იმიტომ რომ აი წარმოვიდგენია რა, ბრძოლისთვის რო ემზადები, უშუალოდ ბრძოლის განმავლობაში 25 წუთი ყველაზე გრძელი 25 წუთია და ბრძოლა როგორც კი მორჩება, უბრალოდ რაღაც რამდენიმე წამის მეხსიერება არის, მოგონება არის. ხო და აი მაინც კი ცოტა გაძალებ რო იმ მოგონებებში არა, კი, ვილაპარაკოთ, ძალიან ისეთი. იმიტომ რომ დაწვებული ვარ, რომ ეხა ბევრი მებრძოლის გვიყურებს, დაწყე მებრძოლის გვიყურებს და აქვთ რა ეგ კითხვები და ეგ ემოციებიც აქვს და ეგ გაცდები. უბრალოდ ვიდა ყველას დავანახო, რომ ეგ გაცდები და ემოციები ნორმალურია. ყველას აქვს. UFC-ის კამერის დონეზე რო ჭუბობენ, მანდაც აქვს. და შენი დონის მებრძოლები, როდესაც კამერზე გადიან და ესეთ ძლიერ მეტოქეებთან გადიან, მაგათაც აქვს. აი
აგიტოვიდა რომ აქ პროფესორს კი, ну, ეს განცდები ახლა სპორტული განცდა, რასაც ჩვენ რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, საჭიროც კიდევაცაა. აუცილებელია რა, იქ რაღაც განცდები თუ არ გაცულ თუ მთლად ფეხებზე კიდია და რამე რო გახვალ, იქ რო რაღაც დაბრკოლებას იგრძნობ, უკვე უფრო ადვილად დანებდები, ვიდრე აქ მზად რო ხარ ამისთვის. ესე იგი, რო გავიხსენო ჩემი ბრძოლა, პირველ რაუნდში ნუ ვიგრძენი რომ დიდი ვერაფერი, ანუ დარტყმები ისეთი არ ყოფილა, როგორც მეგონა, როგორც ვიდეოებში ჩანდა. ვიდეოში მაინც ხო იცი, ისე გამოჩნდება ხოლმე რაღაც. დიდად გეჩვენება, რაღაც ძლიერად, იქ ვიღაცა დაანოკაუტა, იქ ვიღაცა დაასამიშენა, ფიზიკურად ძლიერი, თან გრეისები შავი ქამარია, რო გესმის გრეისები ზოგადად, თან შავი ქამარი. ну ეს ისეთი შავი ქამარია, რომ ესე არ ჩუქნია რა, კი, ბევრ შავ ქამარს ჩუქნია, მაგრამ გრეისები შავ ქამარს არ ჩუქნია. ну გრეისები შავი ქამარია, იქ პარტერში არ უნდა ჩაყვე, ძალიან დიდ ნების ყოფასთანაა დაკავშირებული, მაგრამ აიცით რა არის, აი რომ მიყვები რაღაც გეგმას, იმ გეგმას არ უნდა გადაუხვი, აი ეს ნების ყოფა უნდა გქონდეს, პირველი რაც აი high level fight-ში გჭირდება ის ნების ყოფა რა, რომ გეგმას არ გადაუხვი, რაზეც იმუშავე, იმას უნდა მიყვე თავიდან ბოლომდე. და ძალიან დიდი fight IQ. კი, გჭირდება. იმიტომ რომ იქ ხანდახან იმპროვიზაციებიც გჭირდება რა, ახლა ფაითის დროს შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს, plan A გაქვს, plan B გაქვს, მაგრამ იქვე გჭირდება plan C, plan C არის იმპროვიზაცია, იქვე რაღაცა უცებ მოიფიქრე. კი, უნდა მოერგო რა სიტუაციას. აი ლევან მაყაშვილის და მის მენეჯერი არის თენგო, ამერიკაში ვიწყავდა მაგის ინტერვიუს უყურებდი, რომ სულ ვეკითხებოდი ჩემოსწავლეებსო, რომ რომელია ყველაზე ძლიერი კუნთიო და შემოვიდნენ და ფეხიო მეტყვნენ. ფეხი არ არის. და შემოვიდნენ და ალბათ წელიო რომ ჭიდაობის დროს კარგად ავწიო, კისერიო, ხელიო და ბოლოს დავიღალეო და ტვინი არის ყველაზე ძლიერი კუნთიო რა და მართლაც ეგრე არის რა, იმიტომ რომ ეგ ნარატივი შეიცვალა ჩემი აზრით. ბევრს ადრე ეგონა, რომ ეს ბრძოლა იყო რაღაცა, ანუ პირდაპირ ვთქვა დებილებისთვის და აი რომ არაფერი არ იციან და რაღაცას შემდეგ. ნებისმიერი მაღალი დონის სპორტსმენი გამოირჩევა ძალიან მაღალი რაც fight IQ-ით თუ რასაც აკეთებს იმ მიმართულებით. აი მესი რომ მესია რა IQ, ანუ თუ შენ გონებით რაღაცა ვერაზროვნები იმ დონეზე რომ როგორ მოახვიო გეიმპლეი, მარტო შენი კუნთის ზომა და წონის ჩაბარება არ გიშველის რა მაგ ყველაფერში, ასე რომ fight IQ-ზე ძალიან ბევრი აქვს, ძალიან ბევრი მებრძოლს რა სამუშაო ზოგადად მაგ მიმართულებით. კაი, როცა ქამარი მოიგე, რომელიც მათემ კიდევ წაგართო. მათემ ყველაზე მეტად რო ამიტაცა, ყველაზე მეტად მათ მეტკინა მოცელი, იქამდე არ მდგენია. რა განცდა იყო, აბა როცა 25 წუთის არა, მთელი ცხოვრების შრომა დაგიფასდა რა. ვერც გონდია რომ 25 წუთი გაისაჯე, 25 წუთი არაფერი, ჯერ მარტო მაგისთვის კემპი. ჯერ მარტო ეგ ბრძოლას გაუქმდა და 2 კემპი გაიარა. ჩათვალ ნახევარწელი ვემზადებოდი მაგ ბრძოლის. ხო და აი ამდენი ენერგია, შრომა, ოფლის სისხლი დაგვირგვინდა გამარჯვებით. რა ემოცია იყო, რაც და იყო. დიდად გავიაზრეო ეს ყველაფერი არა, რაღაც ძალიან ჩვეულებრივად მივიღე. იმიტომ რომ ფიქრობ რომ ჯერ გეგმა რაც მაგ და მისია რაც მაგ ჯერ არ მაქვს შესრულებული, ეს ერთ-ერთი სტეპი არის რა, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება ყოველდღე ნახევარი ნაბიჯით მივდივარ წინ, მაგრამ ეს შეიძლება 1-2 ნაბიჯი იყოს და ნუ ოკეი. იცი, გაზრებით ვერ გავიაზრე ისე, კიდე ბევრი მაგ გასაკეთებელი და კი, მომენტში გამიხარდა, ყველას გავუხარდა, მე ის უფრო გამიხარდა რომ ჩემიანები გავახარე, ჩემი ქვეყანა გავახარე. ამით. მაგრამ მე კიდე ბევრი მაგ გასავლელი. რაც დავიწყე, მაინც ბოლომდეა მისაყვანი რა. რა თქმა უნდა. სავალო გეგმებზე ყველა მებრძოლის ოცნება UFC-ა. მაინც მე არ მინახავს მებრძოლი, რომ UFC არ ქონდეს გეგმად და პერსპექტივად და ოცნებად. პერსპექტივად ნუ ყველას არ აქვს მაგის პერსპექტივა, მაგრამ ოცნებად. შენ კი ნამდვილად გაქვს მაგის პერსპექტივა, ყოფილი UFC-ის მებრძოლთანაც გიბრძოლია, დაგიმარცხებია, თან ისეთი მებრძოლთან 61 კილოში. ეგ ბრძოლა 61-ში იყო. 61 პენტამვეიტში იყო, რომელმაშიც წონა ვერ ჩააბარა. და შორტ-ნოტის აიღე ეგ ბრძოლა. არა, ჩვეულებრივად, კი. კი, რატომაც შორტ-ნოტის ეს გუსტავო ლოპესთან ჩანიშნული, ნუ დაახლოებით თვე ნახევარი ვემზადებოდი.
ლოპესთან ჩხუბისთვის. კი. ისე ეგ ბრძოლა ძალიან საინტერესოა. ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, ანუ გამრავდეს შენს კარიერაში 71 კილოგრამში ყოფილი UFC-ის მებრძოლთან, თან იმ მებრძოლთან, რომელსაც ვერავდვალშვილთან ჰქონდა რინგი გაზიარებული. ანუ უბრალო მებრძოლი კი არა, ძალიან კაი მებრძოლია რა, ლოპეს. მაგ დროს აი როგორი გაცდა იყო, აქონდა, რომ აი ყოფილი UFC-ის მებრძოლს უნდა შევხვდე ახლა. თან მაგ ბრძოლაში არა მარტო მაგ ბრძოლაში, მე ვერე გადავხედე ტაპოლოჯის. და ტაპოლოჯის აქვს თავისი პრედიქშენები. შენს უკანასკნელ 4 ბრძოლაში ანდერდოგი იყავი ექსპერტების, თუ ტაპოლოჯის community ექსპერტების 90%-ზე მეტი ყოველთვის ფიქრობდა, რომ შენ ბრძოლაში დამარცხდებოდი. 4 უკანასკნელ ბრძოლაში და ყველგან მოიგე. მათ შორის ლოპესთანაც. აი ეს ანდერდოგად გასვლა დამტკიცება, რომ არაფერი არ არის თუნდაც ყველაფერი ეგ როგორია? ავი, შენიერია. ლოპესთან ჩხუბს რაც შეეხება, ესე იგი ხო, ნუ თვენახევარი დაახლოებით 2 თვე მზადებოდი მასთან ბრძოლისთვის. ისევ იგივე შიში მქონდა კი, აი, რომ დაგბურძლავ და ცივი უფლო და გასხამს, ეგეთ შევი მქონდა კი. თან ყოფილი UFC-ის ფაითერია, კარგი ფაითერია, დგომშიც კარგად დგას, სხვა ორგანიზაციებშიც მოგებებია, კამარიც ჰქონდა. თან ოქტაგონის ჩემპიონი იყო ოქტაგონის ჩემპიონი გახდა პირველ დებიუტი ეგრევე აჩხუბეს საჩემპიონო ჩხუბი კამარია იყო შემდეგ დაკარგა ეგ კამარი და შემდეგ შემხვდა მე კი შეიძლება ბრძოლის თავი დაუდა გაწეულიყო კამარზე კი ჩემთან ბრძოლის შემდეგ უკვე კამარზე უწევდა ბრძოლა მაგრამ ჩემთან ბრძოლა ვერ გაიარა ხო ნუ მოკლედ ყველაზე მეტი მაგ ჩხუბს რაც შეეხება წონა ვერ ჩააბარა სადღაც 63 კილო ჩააბარა 63 და რაღაც ჩააბარა 61 და 600 უნდა ჩაებარებინა სადღაც 2 კილომდე კილონახევარი 2 და ნუ კი მომიბოდი შარა რაღაც ესე ილაპარაკა რომ რა ვქნათო ვერ დავიკელიო და კაი მეთქი ახლა საჩხუბრად ვარ ჩასული ახლა რო არ ვიჩხუბო არ გამოდის და ოკეი ვიჩხუბებ შემდეგ იყო საღამოს შოუ ანუ face to face რომელიც იყო მან მხემეურად გწონია და მანდ რო დავდექი მე ვიყავი 67-68 კილო 67 და რაღაც ვიყავი თვითონ რო დადგა 72 კილო იყო და რო შევხედე მაშინაც იმაუფმა დამასხა და თელეგამე მაგრა ვინერვიულე რომ ნუ ეხა შეიძლება თქვა რომ 1-2 კილო არაფერი არა მაგრამ არის რაღაც 2 კილო კი არა მეტიც ქონდა ზედმეტი და ეს 2 კილო უკვე ბევრია რა ჯერ ერთიც ნაკლებად ნატანჯი იყო იმიტომ რომ ბოლო კილონახევარის დაკლება არის დაკლება თუ არის ანუ ყველაზე საწვალო და ყველაზე საჩალიჩო რაც არის ხო აი მანდი წურები იმიტომ რომ რესურსი უკვე გამოსულია ორგანიზმიდან და მეორეც კიდე ნაკლებს წვალობდა მე უკვე წონაში სხვაობა მათ ცხიმში ხო არ არის პირდაპირ კუნთოვან მასაშია ეს წონაში სხვაობა და აისახება კიდევაც ყველაფერი ხო, ნუ ფიზიკურად ძლიერი იყო. პირველი 2 რაუნდი იმდენად არ შეეტყო მაგ ყველაფერს, მაგრამ მესამე რაუნდში მაინც დაღლილობამ რო იმატა, ტეიქდაუნს გამიკეთა და მოკლედ პარალიზებული ვიყავი დაბლა, მაგრამ უფლის წყალობით პირველ რაუნდი მოვიგეთ და გავიმარჯვეთ მაგ. კი, ნუ ნოკდაუნშიც ყავდა გაშლებული. კი, რამოდენიმეჯერ ნოკდაუნში იყო პირველ. აი დარტყმები გაუტარე ძა და მე პარტიაში სხვა შორის ის გასცაც დავრჩა, რომ გინდოდა მან ყოფნა. შეიძლება მომეჩვენა. დაღლილობისგან კი, მეთქი გავაკონტროლე. იმიტომ ამბობ, რომ გინდო და გრეპლინგის ძალები მოგესინჯა, საბმიშენზე დაჭერის ან რაღაცას შემდეგ რა. იმიტომ რომ ქონდა რაღაც მომენტები პარტერშიც. ხო, ისე რო შეადარო. ეხლა რატო ვადარე მაგ მებრძოლს? იმიტომ რომ ლოპესიც ყოფილი ჩემპიონია ოქტაგონის. რაც უკვე სემიც ყოფილი ჩემპიონი არის. და ორი ყოფილი ჩემპიონი რო შეადარო, რომელი უფრო რთული ბრძოლა იყო, აი ყოფილი UFC-ის მებრძოლი, რომელიც ოქტაგონის ჩემპიონიც იყო თუ სემი, ან რომელი უფრო გეძლიერა, ან რომელი ბრძოლა იყო უფრო რთული შენთვის, სტილისტურადაც თუნდაც. კი, გუსტავო უფრო ძლიერი იყო, ნუ უფრო რთული ბრძოლა მქონდა გუსტავოსთან ვიდრე სემთან. კი, სემთან 5 რაუნდი ვიბრძოლა, მაგრამ ეგ უფრო იყო ჭადრაკის თამაში ვიდრე ბრძოლა. ანუ ძალიან ისე ტაქტიკური ჩხუბი იყო რა. არ რისკავდა, გარბოდა, მე ვუტევდი და მაგის ხარჯზე უფრო თქვა რა, ძალიან მომეშალა ნერვები ოქტაგონის ფანბეისი, ანუ ოქტაგონის ფანებმა თურმე MMA რა არის არიციან. იმიტომ რომ ოქტაგონის ფანები უფრო შოუ უნდათ, შოუ. ხო, ანუ მესმის მაშინც ახლა რაღაც მომენტში. არა, გეტყვი თუ ეს გაკრიტიკება უნდათ მაგ ბრძოლაში
უნდა გავაკეთოთ იქნებოდა სემი. იმიტომ რომ სემი დარბოდა ერთ მარათონსაც ირბოდა რა. მოიგებდა ალბათ მან რა. იმიტომ რომ არ რისკავდა როგორც შენებობ და აი დარბოდა და მართლაც რა ხა მე მაგალითად შეიძლება მან სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ძალიან ისე უყურებდი ლაივში რა, მაგ ბრძოლას, ანუ დაძაბული და ველოდებოდი მაგ ბრძოლას ძალიან. აი, ჩემთვისაც ზუსტად ჭადრაკის პარტია მიდიოდა რა, იმიტომ რომ აბა რომელი გადადგავს პირველ ნაბიჯს, რომელი იმას იზავს, რომელი რას იზავს და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მაგის ყურება. არა, არიან მაყურებელი, რომელსაც ჭიდაობის ნახვაც არ უყვარს ზოგს მარტო სისხლის ნახვა უყვარს. და ოქტაგონის ფანობა ვერ მოახდინა ჩემს შტაბეჭდილება რა, იმიტომ რომ როგორც ჭადრაკის ბრძოლა დასაფასებელი იყო და ბათუ ვინმეს არ რეაქტიურა, ეგ სემი იყო ზუსტად, იმიტომ რომ ბრძოლას გაურბოდა. ხო, და ეს არ იყო გუსტავოსთან, ესე გაქცევები არ იყო, უფრო მიტევდა და ასე თუ ისე სახესაც ხსნიდა. და ამიტომ გავუვიდა რამდენიმე დარტყმას და კი და მოკლედ სანახაობრივი იყო უფრო რაღაც ექშენი იყო და ეგ უფრო მომწონს მე ვიდრე ესეთი chess game. ცოტა ისო და ვთქვა. არ აქვს ჭრა რო გარბოდა სულ. სხვათა შორის კი რამოდენიმეჯერ რაღაცა ანუ მინდოდა ექშენი და რამოდენიმეჯერ ისეთი შევედი რომ რამოდენ აფრიკათი გამიტარა. ზუსტად მაგაზე იყო ნამუშევარი რომ კონტრპანჩზე დავეჭირე. მაგრამ როცა ხედავ რომ პირველი რაუნდი არ გამოვიდა, მეორე, მესამე რაუნდი არ გამოდის, შენი გეგმის პლენსი უნდა ქონოდა, უნდა შემოეტია, უფრო უნდა ეაქტიურა. ძალიან გამიკვირდა რომ სპლიტი იყო. სპლიტი იყო, ხო? კი, split decision იყო. ძალიან გამიკვირდა ეგ ამავე რომ სპლიტი იყო და ჯაჯის scorecard-ს ვერ ვნახე. შენ ხო არ იცი როგორ შეაფასეს ანუ რაუნდების მიხედვით? კი, იმიტომ ყველა რაუნდი ძააგავდა ერთმანეთს რა. და ძალიან რთული იყო რაღაცა გადაგეფასებინა რაუნდები და მე მაინც ცენტრის კონტროლის დარტყმების ყოველთვის ხარჯზე, ანუ ძალიან უკვე მე-5 რაუნდი რო დაიწყო, აი ძალიან თავდაჯერებულად ვიჯექი რა, რომ ის ემოციაც გასული ქონდა, რომ ეგ არ ითქო რა, დაახლოებით მაგას ვფიქრობდი. ხო, პირველი რაუნდი მე მომცეს, 2 საჯმა მე მომცა მესამემ არა, მეორე მესამე წავაგე, მე-4 მე-5 მოვიგე. მაგრამ ამ მე-4 მე-5-შიც მე მგონი ერთმა საჯმა ქულა დამაკლო და მოკლედ ამიტომ ერთ საჯის თვალში ასე ეთახვევი გადაწყვეტილებას. არა. სპლიტს არ ვეთახვევდი, მე მგონა unanimous decision იქნება. ყველაფერს არც უნდა მოებეც, ანუ მე იმასაც არ ვეთახვევი, რომ 3 თორემ 48-47-იც არ იყო რა, მან ჩემი აზრით. იმიტომ რომ არის რაღაც ფაქტორები, რაც აფასებს ბრძოლას რა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ზუსტად ცენტრის კონტროლი. და შეტევაში ვინ არის და ვინ არის დაცვაში. როდესაც აშკარად ცენტრს აკონტროლებს და აშკარად უტევდა აშკარად გარბის და ბრძოლას გაურბის, ხო? ეგ ძალიან ცუდად ხდება ხოლმე თვალში, მაგრამ ალბათ ვად იყო ჩემპიონის ფაქტორი, იმიტომ რომ ჩემპიონის კამარი ვისაც აქვს, იმას ეხმარებია ხოლმე რაღაც. შეიძლება ეგეც იყოს კი. კი. ეთანხმები. კარგი. რა არის შემდეგი შეთვის, რას ფიქრობ? 61-იც იბრძოდი, ახლა 47-ში ციკლებ წოდისულებას ხო არ გეკბავ, ან ამ წონაში თუ აპირებ გაგრძელებას. მე ვახე რომ ვიღაცას და ბრძოლა გინდოდა. უბრალოდ გვარი ვერ დავიმახსოვრე. წონისულებას მე არ გეკბავ, იმიტომ რომ 61-ში როცა ვიკლებდი მე 61, მეორე დღეს ჩემზე დიდები იყვნენ, ჩემი მოწინააღმდეგეები, სულ. და ეხლა 57-ში 9-10 კილოს ვიმატებ ხოლმე მეორე დღემდე რა, დაახლოებით. ეხლა 9 კილო მოვიმატე. 66? ეს 66 ვიყავი კი. ზოგადად 66 ვიყავი, მაგრამ ჩხუბზე გავიდოდი და ახლა 65. სტანდარტი რა არის ისე? 47-ის ბრძოლები, ბრძოლის დროს რამდენი არიან? აი 64-დან 66. აჰა, ანუ კარგად იმატებდი და კარგადაც გრძნობდი თავს. კი. ანუ ხო, შემდეგ ჩემი მოწინააღმდეგე სავარაუდოდ ოქტაგონში იქნება ჟალგალ ჟუმაგულოვი, ეს ყოფილი UFC-ის ფაითერია. ერთი ბრძოლა ჩაატარა ჩემს ყაზახი ხო არ არის? კი, ვიცი მგონი ეგ ბრძოლა. კი, split decision-ებით აქვს UFC-ში წაგებული.
შეიძლება მეც არ ვეთანხმები ახლა Max decision-ებს, უნდა მოეგო ეგ ბრძოლები წარ. კი, კაი ბიჭია, მე მახსოვს ეგ ბიჭი, კაი ბიჭი არის. კი, კარგი ბიჭია, ეხლაც იგივენაირად ცივი უფლი მას ხამს ვიდეოს რო უყურებ, მაგრამ ეს ნორმალურია. ოქტაგონში ბრძოლა გამართული. კი, ერთი ბრძოლა გამართა, მოიგო, აი ეგ decision-ით მოიგო, მაგრამ აი ვაი მაგ decisions გადაუარა რა, ანუ ძალიან გალახა. ძალიან და შენი ინიციატივით არის რომ ზუსტად მასთან გინდა კამბის დაცვა როგორც ვიხდი. ნუ იცი აი ახალი ჩვენი წონა არის ახალი ოქტაგონში. ბევრი ფაითერი ისედაც არა. ერთი არის დაამატეს დვორაკი არის, ეგეც UFC-ის ფაითერია ყოფილი ჩეხი მებრძოლია, ეგეც flyweight-ია. დვორაკი დაამატეს, მაგრამ მას არ ჩაუტარებია არც ერთი ბრძოლა, ერთი არის რომ ჟალგასმა ჩაატარა ერთი ბრძოლა ოქტაგონში და ნუ მას ხვდება რა. მოკლედ, საჩემპიონო წონის აფიქსირება თან 57-ში, რომელიც არის 56 და 700. არ არის მარტივი საქმე. რას ფიქრობ, როდის აიღებ შემდეგ ბრძოლას, დაისვენებ, არ დაისვენებ, ან ორგანიზაცია რამდენად გაძლევს მაგის საშუალებას სიტყვაზე დაისვენო ჯერ სამ ჩემპიონი ხარ და როდის ფიქრობ შემდეგი ბრძოლის გამართვას? ზოგადად ჩხუბში ყველაზე რთული არის წონის კლება. მაგროს იფიტება ორგანიზმი. აი ამის გამო დავისვენო ცოტა ხანი დაახლოებით 1-2 რომ კარგად ვიკვებო, რელაქს, უბრალოდ დღეში ერთხელ ვივარჯიშო. ვარჯიში მაინც არ შემიწყვეტია, ყოველდღე ვარჯიშობ, დღესაც მიწევს ვარჯიში. რომ ამისგან დავისვენო, უბრალოდ წონის კლებისგან რომ დავისვენო. სავარაუდოდ ივნისის თვეში იქნება შემდეგი ბრძოლა ოქტაგონში, უკვე კამბრის დაცვა. ივნისი-ივლისი დაახლოებით. ეს თვე დავისვენებ და შემდეგ თვიდან უკვე ორმაგ ვარჯიშებს ისე როგორც ტრადიციულად როგორც ვაკეთებ ხოლმე. დიდ დრამებიც არ მემეღია ისეთი რომ გავჩერდი მაგალითად. მაგრამ სავარაუდო მეტოქე ნუ დაახლოებით იცი, ორ მეტოქეზე ისაუბრე და ალბათ ნუ ის ყაზახი მებრძოლი იქნება შემდეგი. კი, სავარაუდოდ ეგა, თვითონ პრეზიდენტმაც თქვა, რომ ჟალგა ჟუმაგულოვი იქნება შემდეგი. და ალბათ შენი მომზადებაც უკვე დღეიდანვე რაღაც, ნუ როგორც ემზადები, გონებაში იქნება მიმართული იმისკენ, რომ მას დაუპირისპირდე. რა სტილის მებრძოლი, ანუ სტრაიკინგშიც აგრესიული იყო, ეხლა მე რაც მახსოვს. ჭიდაობითაც ჭიდაობდა, ეხლა ასეთის ანუ უნივერსალური მებრძოლი იყო, მაგრამ შენ უფრო გიყოლება შესწავლილი, იმიტომ რომ აქამდე უბრალოდ UFC-ის ბრძოლებიდან მახსოვს ეგ ბიჭი. კი, აი თბილისში რომ ჩამოვედი, პირველ დღეს თუ არა მეორე დღეს ვუყურე მის ჩხუბებს, განვიხილე. ანუ იცით რა არის, აი ორივე შვება რა დგომშიც ჩხუბობს, ჭიდაობითაც ჭიდაობს კიდევაც, ფიზიკურად არის დაბალი და ესეთი ჯმუხიდებია. განი ჯიჯგვია და ცოტა მეზიზღება ეგეთი ვთან ჩხუბი. აი ყველაზე ცუდი სტილისტური რაღაცა არის, რაც კი აი სპარინგიც კი მეზიზღება რა, იმიტომ რომ ფეხშიც რო შემოდიან, ხო, რაღაცა ვერ იშორებ და თან ძალიან ჯანზე არიან და უცბად დაგახედგებენ. ხო, მე პირიქით ვარ ხოლმე. მე უფრო დისტანციას უფრო უკეთესად ვგრძნობ. აქამდე ვთქვი, რომ სულ დიდებთან მიწევს ბრძოლა და სადაც მათთან იმოშვები ხოლმე დისტანციას ვაკონტროლებ, იქ ჩემზე დაბალთან და მოკლესთან უფრო უკეთესად გავაკონტროლებ დისტანციას. ბოლო ბრძოლებს რაც გადავხედე, ხა ოქტაგონის გარდა კიდევ კრივიცი ბრძოლა, ბოქსშიც გამოვიდა. მოიგო ორივე. სხვადასხვა ყოფილი UFC-ის მოჭყვარს მოუგო, ეხა ბოქსის მატჩი Fight Night Global კი გეცოდინება, ადრე იყო რუსეთში ხოლმე და აი ეგენი იმაშვებიან ატარებენ ბოქსის ძალიან დიდი ორგანიზაცია იყო ყოველთვის. ეხლა უკვე აღარ ვიცი რა, მაგრამ ეხლაც ნუ რუსეთში დიდი ორგანიზაციაა. კი, ეხლა ყაზახეთის ბაზარზე უფრო შვებიან ხოლმე, უფრო გამოდიან და ნუ მოკლედ სტრაიკინგშიც კაი ბიჭია რა. კი, ანუ ძიმე დარტყმები აქვს, უბრალოდ უნდა გაუძლოთ ერთი რაუნდი, ორი რაუნდი უნდა გაუძლოთ მის ძიმე დარტყმებს და მესამე რაუნდიდან მაინც ისეთი ვერა რა, როგორც უნდა იყოს. კონტროლი მასამ ალბათ დაღლას იწევს. კი, დაღლას იწევს, ანელებს შედარებით ისეთი ძლიერი დარტყმებიც აღარ აქვს და ჭიდაობითაც უფრო სივრცეებს ხსნის. და ვფიქრობ, რომ პირველ რაუნდი კი გამიჭირდება, უნდა გადავლახო, არ უნდა დავნებდე, ამას არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში, ან კვდები, ან ვიგებ. სხვა გზა არ არის. რაც მოწონს თქვენ გუნდში, ჩემპიონთა აკადემიაში, რატიც ყავდა აქ სტუმრად. მათესაც კამარი აქვს მოგებული და ეხლა რო გაკვირდებით ხოლმე, ყოველთვის გადიხართ game plan-ით.
ეს შეიძლება ხა ვიღაცა ეგონოს რომ აბარა ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლს ვიცნობ. ძალიან ბევრი მაღალი დონის მებრძოლებსაც, რომელსაც game plan-ზე რომ ვეკითხები რაღაცას. მოიცაო რა იქ რინგზე რომ გავალ რინგი მიჩვენებს. და როდესაც ცაციასთან აქვს ბრძოლა მემარჯვენეებთან ატარებს თითქმის ყველა სპარინგს და რავი ანუ არ ემზადება ისე როგორც და ემზადებოდეს რა ჩემი აზრით. კი იმას რომ საქართველოში ცოტა რთულია სპარინგ პარტნიორების ნაკლებობიდან გამომდინარე ზუსტად იდენტური სპარინგ პარტნიორი იყო, მაგრამ გუნდელი მაგისთვისაა გუნდელი, რომ ცოტა იმიტირება გააკეთოს იმისი და ცოტა მიბაძოს და ერთმანეთს ეგრე დაიხوارთ და game plan-ით გახვიდეთ. მე რატიზე მახსოვს გოგამ რო ნოკაუტით მოიგო კისტაურმა მაგის რაღაც ვარჯიშებიც დადო რომ თუნდაც როგორ ავარჯიშებდა ზუსტად მაგ დარტყმაზე და მე როგორ გააკეთა ეგ დარტყმა და დაანოკაუტა. თქვენ შემთხვევაშიც როგორი game plan-ები გაქვთ და გადიხართ და ზუსტად აი იმ კაცრად მიყვებით მაგ game plan-ს, ხო? ეს game plan-ის შემუშავების პროცესი როგორია? დაახლოებით თუ შეგიძლია, ამის ანუ ვიდეოებს უყურებთ, ვერ ელაპარაკობთ, ათანხმებთ რაღაცებს. კი, იცი, აი ვიდეოს უყურებთ, ვათანხმებთ და შედარებით სტილისტურად ვინც გავს ჩვენს მოწინააღმდეგეს, მას ну ის ყავს წყვილში ხოლმე. ეხლა ჩემი მოწინააღმდეგე ამ მომენტში რა, ვინც ყავდა მე სემქრისი, ყველაზე მეტად გავდა გოგა. ზუსტად და გოგას ამიდექი ხოლმე უფრო ხშირად წყვილში. ну იქვე კი იყვნენ სხვაებიც, მათეც იყო იქ გიორგიც იყო ფოლადიშვილი. მოკითხვა აქედან ყველას. მაგარი ბიჭები არიან სუპერ. კი, ანუ მომავლები არიან და კიდე სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი ბიჭი ყავს დარბაზში და რა ვიცი. დაახლოებით 5 წელს ვამბობ, რომ ახალი თაობა წამოვა, ისეთი თაობა წამოვა, რომ რა ვიცი. კი, ჯერა მაგის, იმიტომ რომ მეც რომ მოვედი თქვენ დარბაზში, ძალიან ბევრი სპარინგ პარტნიორი და ძალიან ბევრი ბიჭი, თან დაახლოებით ყველაზე მაგარია, არის ყველა ერთ ზონა არის დაახლოებით რა. და შენი ზონაა სადღაც 70-დან 80 კილომდე, სადღაც აქ შუაში. და თან ყველას რაღაცნაირი სტილი აქვს, ანუ ყველას ანუ შენ მეტოქე სტილს იპოვი რა, უჯველი. ისეთია და რაც მოწონს ძალიან შეკრულები ხართ. და კაი ადამიანები არიან რა, ეგ ძალიან იშვიათობა არის. პირადი გამოცდილებით. თითქმის ყველა დარბაზში ყოფილი ვარ საქართველოში. თითქმის ყველა დარბაზში მივარჯიშია, რა ვიცი, ხა აღარ ჩამოთვლს ყველას. ყველაზე მეტად მე რაც დამკლებია და ზოგადად ქართულ MMA-საც რასაკლია. ეს არის მეტი ადამიანობა და მეტი გვერდში დგომა და მეტი შეკრულობა. ქართული MMA, რეგიონალური MMA ბევრად განვითარებული იქნებოდა, უფრო შეკრულები რო ვიყოთ, ზოგადად თლიანად, მაგრამ ნუ რაღაც ვიზების გამო არ გამოდის ეგ ყველაფერი. ხო, ნუ მაგრამ ეგეც დროის ამბავია და მოვალში კი. კი, იმიტომ რომ ეხლა მეტი ყურადღება არის MMA-ზე. და ქართული MMA-ის განვითარება კი, კაია, როცა ილიამ და მერაბმა მოიგეს ქამრები, მაგრამ როცა საქართველოში გაზრდილი მებრძოლი მოიგებს ქამრებს, აი ეგ უფრო მეტყოლებს ქართული MMA-ის განვითარებაზე ჩემთვის. კი, ილიამ და მერაბმა მოიგეს ბრძოლები, იქიდან გამომდინარე, რომ ნუ კი, გენები, რა თქმა უნდა, უცხოეთში წავიდნენ, უცხოეთმა მიხედა, ავარჯიშა, ნუ კი. და აქვე გენებიც რა თქმა უნდა. კი, ნუ გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვარჯიშები, განსაკუთრებით MMA-ში, სწორი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ MMA ადრე იყო სპორტი, სადაც იგებდნენ თუ რომელი საბრძოლო სპორტი ჯობდა, რაღაც მოჭიდავება უგებდა თუ ბოქსი და ასე შემდეგ. ან MMA სპორტი არ იყო რა. MMA იყო შესაძლებელი რაღაც ინსტრუმენტი. დღეს MMA არის სპორტი. ამ სპორტში არის ძალიან ახალი ელემენტები, რომელსაც ვერცეთ საბრძოლო სპორტში ვერ ისწავლენ. მაგალითად, cage-ზე კონტროლი, cage-დან ადგომა, კუთხეების ჭრა cage-თან, ნუ ახალი რინგი არის, ახალი ოქტაგონია და ძალიან ბევრი ინსტრუმენტიც არის. რას ფიქრობ ქართულ MMA-ზე? ან რა დრო დაჭირდება დაახლოებით, რომ ზოგადად ქართული MMA, ანუ აქვე შევძლოთ, რომ UFC-ის მებრძოლები გავზარდოთ.
ხო, აი ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, ეს იცით, მხოლოდ სპორტსმენებზე არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული, აქ ყველაფერი მაინც და მაინც ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ, აი ფინანსებია საჭირო, რომ მაგალითად შეიქმნას რაღაცა დაწესებული დარბაზი, ისეთი დარბაზი, როგორცაა PI რა, UCPI. ანუ UCPI-ში რა არის ახლა შეგინ დარბაზია, იქ რელაქსიცა, აღდგენითი ვარჯიშებიც მიდის, რეაბილიტორებიც ყავთ, მოკლედ ფიზმომზადებაც, მაგრამ მოკლედ ძალიან ბევრი რამა, მთლიანი კომპლექსია რა, ამ ყველაფრის კომპლექსია. ვარჯიშების, ყველაფერი არის რა და ესეთი რამ გვჭირდება საქართველოში. ეს ყველაფერი არის მაინც და მაინც ბოლოს რომ მივდივართ ფინანსებთან დაკავშირებული. ფინანსებია საჭირო პირველ რიგში, თორე გენები გვაქვს, ბიჭები არიან, მოწყურებული ბიჭები არიან, კი. აშკარად შეგვიძლია. 3.5 მილიონი ვართ ქართველები და 2 UFC ჩემპიონი გვყავს. ეს რაღაცას ნიშნავს, ანუ ამდენ მილიარდ ხალხში, 8 მილიარდ ხალხში 3.5 მილიონიდან 2 UFC ჩემპიონი, ეს რაღაცას ნიშნავს. ხო, ანუ სხვა რომელ ეროვნებას, ანუ რაღაცა ერთი იყო, მგონი რუსეთი და ისიც რუსეთი რაღაცნაირად ავართული, იმიტომ რომ ხაბიბი და პიოტრიანი იყვნენ, თუ სწორად მახსოვს. ხო, კი, მაგრამ ეგენი 158 მილიონი არიან. ხო, ანუ ამ ხელას დიდები არიან, ამერიკა არის და ბრაზილია მგონი კიდე ეგეთი და ამ ხელა დიდები არიან ჩვენთან შედარებით. ეხლა მინდა ისო ცოტა უკან წავიდეთ რა და შენს ადრეულ კარიერას შევეხოთ. დებიუტი გაქვს, ჯერ მარტო გამართული 7-0-იან მებრძოლთან. შეიტაპოლოჯი რო ნახე და რაც ჩავსხლო მეთქი ან მაინტერესებდა რა წაგებავისთან აქ მოგებავისთან აქ, იმიტომ რომ მე დავწუნდი რომ რეკორდი არის უბრალოდ ციფრები და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლები ვისთან გაქვს გამართული. დებიუტი გაქვს მოგება 7-0-იანთან. სომეხი მებრძოლი იყო და სასონხეთში მოუგე თუ სწორად მახსოვს. მერე მარცხები ვისთანაც გაქვს შენზე რა 12 მოგება და 2 თუ 3 წაგება. ერთი ვაფშე UFC-ის მებრძოლია ეხლა რომელიღაცა. გვარები აღარ მახსოვს, თან რაღაცა ვერ მახსოვს. გვარები მეც არ მახსოვს, მაგრამ მე რო წაგება მაქვს დაახლოებით 3 კაცი არის UFC-ის მებრძოლი. კი, ანუ მაგარი, ანუ უკვე შემდგარი გამოცდილი მებრძოლები იყვნენ და ყველაფერი. ეგ იყო ძველი MMA-ის ერა რა, რაღაცაერად, იმიტომ რომ კიდე რაღაცები შეიცვალა უკეთესობისკენ დღეს, კი იდეალური არ არის, მაგრამ მაინც. აი, ეგ ძველი MMA-ის ერა მინდა გაიხსენო და რამდენად რთული იყო მან MMA-ის მებრძოლობა, როდესაც რაღაცა short notice შეიძლებაც და გეძახდნენ, რომ რაღაც ორ კვირაში ჩხუბია თუ წამოხვალ. ხან მე მსმენია მებრძოლებისგან, რომ მაღალ წოით კატეგორიაში უწევდათ ჩხუბი, რაც 60-ში ჩხუბა, მაგრამ 70-ში უნდა იჩხუბო და ასე შემდეგ. აი როგორი რთული იყო მაშინ რაღაც სიტყვაზე, რავი, რამდენი წლის წინაც იყო და რა შეიცვალა და რა არ შეიცვალა და ხო. რა გვაქვს ახლა უფრო მარტივად ჩვენ. აქედან ეხლა დღევანდელობიდან რო გადავხედავ, კი რთული გზა იყო, მაგრამ მაშინ ამ რთულ გზაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, ჩხუბი იყო, ოკეი, fine, ვიღებდი, ჩხუბობდი. ეს ეხლა დებიუტანტი როცა ხარ 7-0-იანს არ უნდა ებრძოლო, პირდაპირ ვამბობ, ვინც ეხლა იწყებთ ბრძოლებს 7-0-იანს და ზოგადად ისევ დებიუტანტთან თუ დადგები და იბრძოლებთ, უკეთესი იქნება. შეიძლება რაღაცად გაიზარდო, ნელ-ნელა უნდა გაიზარდო, არ შეიძლება რომ უცებ წავდა კენწეროში აღმოჩნდე რა, საძირკველი უნდა იყოს მყარი. ხო, მოკლედ მე მომიწია ესეთი გზის გავლა, ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგეები, რომელთანაც წაგებაში მაქვს ეხლა UFC-ის ფაითერები არიან, ან იყვნენ მაინც. კი, ჩემი უმეტესი წაგება მაინც მოხდა ჩინეთში. ჩინეთში დავდიოდი, ცოტა აკლიმატიზაციაც ძალიან რთულად გავდიოდი და ისევ ბენთამვეიტში ბრძოლობდი. ხანდახან იყო მომენტები, რომ ფეზერვეიტში მიჩხუბია და ლაითვეიტშიც რა და ეხლა ფლაივეიტის მებრძოლი ვარ, ზოგადად მე ვარ ფლაივეიტის მებრძოლი, არ ვარ ბენთამვეიტის მებრძოლი და როცა ლაითვეიტში ჩხუბობ, ძალიან ისეთი ამბავია რა. სლაბა რა გქონდა. ხო. მაგდენი შეიძლება სულ არც იყო რა რაღაც. ხო, არ მაშინ ჩავაბარე დაახლოებით 69 და რაღაც 8 და რაღაც ჩავაბარე, ზუსტად არ მახსოვს. კაი წლების წინ იყო ეს ყველაფერი. ხო, მოკლედ და გავედი ლაითვეიტში ვიბრძოლე, როცა ჩემი მოწინააღმდეგე მეორე დღეს იქ 5 ლიტრიანი ბაჩუნგი დადიოდა და წყალს სვამდა, წარმოიდგინე რამდენს დაიკლებდა და იქ 80-მდე ავიდა. ხო, მაქსიმუმ რა, ეს 80-მდე ავიდოდა და მოკლედ ამ ხელას ხვაობა. ნუ სულ ესე დავიჩაგრე რა მწონი და იმით, მაგრამ დღეს მაგრამ გამოცდილება მივიღეთ. რთული გზა
აყალიბებს მებრძოლს და აყალიბებს მებრძოლის ხასიათს და ეს ასეც მოხდა. მაგრამ აი მეც ყოფილა რა კარიერის იმ ეტაპზე რომ რაღაც მარცხის შედეგად დავფიქრებულა რა რაღაცაზე და მაინტერესებს შენ თუ ქონია ეგ მომენტი რომ აი ნეგატიური რეკორდი ხედავ რომ რაღაც თითქოს გამოსავალი არ არის 2 წლიანი პაუზაც ქონდა მე სამ ალფა გრინის ჩემპიონშიპში იბრძოლებდი ქონდა თუ არა ის მომენტი რომ აი всё რა მოდი იქნებ შევეშვა MMA-ს და მოდი რაღაც საქმეს მოვკიდო ხელი და უკვე პატარა აღარ ვარ და რაღაცა გავაკეთო და ეგ თუ ქონდა რამდენი ხანი ქონდა როგორ დაძლიე ეგ ამბავი კი მქონდა ეგ მომენტი და მაშინ ჩემ თავს კითხვა დავუსვი რას აკეთება ამის გარდა სხვას რა შეგიძლია რომ გააკეთო იყო კი ახლა თვალად მარტო ამ სპორტზე არ ვარ დამოკიდებული მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ეს ვარჯიშები შემიძლია ბრძოლა შემიძლია და ამან უფრო გადამაწყვეტინა რომ არ დავნებებულიყავი და მიწოლოდი ბოლომდე რა რაც დავიწყე ადრე ბავშვობაში ახლა დამოვიწყდა ვინ მითხრა მაგრამ ესეთ რამ მითხრეს რასაც დაიწყე ბოლომდე მიყევი ანუ იცი რა არის არ მქონია ისეთი მომენტი რომ მოდი ეხლა ეს ვცადო მოდი ეხლა ის ვცადო და იქით-აქეთ არ დავიბოდი ერთ რაღაცა მომენტონურად დავიწყებ მიმყავს ბოლომდე საქმე რა ეხლაც ესე ვარ რაღაცა მაქვს დაწყებული უნდა მივიყვანო ბოლომდე აი ცვლილებები დიდად ჩემი არაა რა რა საქმეშიც ვარ იმ საქმეს ბოლომდე ის საქმე ბოლომდე მიმყავს მოკლედ ეს იყო და ეს და აი რომელი ბრძოლის დროს ქონდა ან რომელი ბრძოლა იყო შეთვის გადაწყვეტი ალბათ უკვე გვარი აღარ მახსოვს რა 6-8-ზე როცა გახდა რეკორდი ბოლო მარცხი იყო 2019 იყო თუ სწორად მახსოვს მე რეკორდა 2 წლიანი პაუზა ეს პაუზა საიდან იყო გამომდინარე ან მარცხები რას ფსიქოლოგიური მომენტები თუ აი ხა ბექსტეიჯზე რო საუბრობდით ჩვენ ზუსტად იგივე სიტუაცია არ უნდა წამეგო ეგ ბრძოლები მე ანუ ისეთი ბრძოლები იყო რომ აი უბრალოდ გავსულიყავ ჩვეულებრივ მომეგო ჩვეულებრივ მოსაგები ბრძოლები იყო მაგრამ აქ უკვე ფსიქოლოგიური თემა არის რა რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად ვერ იმავსქენი რა ვერ მოუყარი ყველაფერს თავი და ეს ბრძოლა დავთმე იყო კიდე რამოდენიმე ბრძოლა იყო short notice-ზე ავიღე და რო წავაგე ცოტა ფსიქოლოგიურად გავტყდი სავით მაგრამ რა ვიცი ცოტა რთული იყო რა გაიხარა რა პაუზა 2 წლიანი პაუზა კი 2 წლიანი პაუზა იყო ეს პაუზებიც იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან კარგი პაუზა იყო ჩემთვის მაგრამ გამიზნული არ იყო ეს კოვიდის სიტუაცია იყო უკვე კოვიდის 2019-ის მერე დაიწყო პაუზა 2020-დან უკვე კოვიდი როცა იყო კოვიდი ნუ კოვიდის პერიოდში ხო ჩაიკეტა საზღვრები ყველაფერი შეჯიბრებებიც არ ტარდებოდა და ну მაგ დროს უფრო გადავხარშე სხვა საქმესაც მოვკიდე ხელი დაახლოებით 9 წელი საერთოდ არ მივარჯიშია ვიფიქრე რა დასამალია ტაქსიც ვიჯექი მუშაობდი რა ჩვეულებრივ და სხვათა შორის ბევრიც ვცნობდა იმ ტაქსზე რომ მუშაობდი და აქედან მოკითხა ყველას ის ქონდა ის კითხვები ქონდა რომ აი როგორ რანაირად დაბრუნდები თუ არა და მოკლედ შეიძლება ეხაც მადევნებენ თვალს და ის ჩემი მგზავრები. ხო, ნუ მაშინ გზნობდნენ და ეხლა ხო, ნუ ეხლა უფრო მეტად გაცილებით ცნობილი ხარ, ხო? კი, სხვათა შორის კი, ეხლა უფრო მეტად ცნობენ, უფრო აი თინეჯერულ ასაკში ბავშვები რო არიან, ისინი უფრო ცნობენ ხოლმე ან TikTok-იდან და არ არის მე ერთი мотиваცია ეგა? კი, სხვათა შორის რატომაც არა. აი სურათ რო გთხოვს ბავშვი გადავიღოთ რაღაცა ეგ ხო ალბათ შენც ქონდა ოცნებად რაღაც აი კარიერის დასაწყისში რაღაც ერთ დღეს მეც რაღაც ჩემპიონი რო ვიქნები ესე და ესე ვიქნები ხო ხო კი იყო მაგრამ ესე გააზრებული არასდროს არ მქონია რომ აი ქუჩაში ვინმე გამაჩერებდა და შემაქებდა სურათს თხოვდა რამე ეგეთი არასდროს არ მქონია ესეთი გააზრებული მაგრამ ეხა უკვე რეალობის წინაშე რომ დავდექი და მართლაც რომ ცნობენ და რამე ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი мотиваციაც არის ჩემთვის ეს კი. მერე ამ პაუზისვე დაბრუნდი საქართველოში გამართა 1-2 ბრძოლა. ისე ყველაფერი და სპორტული უიღბლობაც კარგად იცი რა არის რა. კი. იმიტომ რომ ხო, არაერთხელ გამოგიცდია. საქართველოში ბრძოლა არ წაგიგია, მაგრამ ბრძოლაში ერთი ფრე იყო რამდენადაც მახსოვს. კი. და თან მე მაგ ბრძოლაზე ვიყავი. უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა.
რაღაც წონის არჩევარების ამბავი იყო თუ ხო, წონის არჩევარება იყო პლუს 3 კილო და რაღაცა იყო იქ გრამები თუ 2 კილო და რაღაცა. მოკლედ 2 კილოზე ნაკლები არ იყო დაახლოებით და არჩევანი მქონდა ესეთი რომ ამ ბრძოლა უნდა ამეღო და მებრძოლა და ჩემო წინააღმდეგეს ყვითელი ქულას დააკლებდნენ წონის არჩევარების გამო, ან უნდა წამოსულიყავ ისევ სახში ჩვეულებრივ უბრძოლველად და კარგად იცი ესე უბრძოლველად სახში ანუ ემზადები ჩხუბისთვის ყველაფერი კარგად წონა დაკლებული კი ყველაფერი გამოვლილი აქეთ სპარინგები და ნუ ხდები რომ ესე ჩადიხარ და უცებ წონას მოწინააღმდეგე აგიბარებს და რჩები ისე ჰაერზე რა ნუ მე ეს არ მინდოდა ბრძოლა მინდოდა მაინც და ვიბრძოლე და ნუ შედ დამთავრდა როგორც ვიცი ბრძოლა მაგრამ ხო ფრედ დამთავრდა რომელსაც მე არ ვეთანხმები ზოგადად იმ ქულა დაკლებულზეც უნდა დაეკლოთ ქულა მაგრამ იმის ქულაც რო არ ყოფილიყო მაინც გავიმარჯვე რა მაგრამ მაინც სამი რაუნდიდან 2 მოგებული მქონდა მაგრამ ბოლო რაუნდი რატომღაც 8-10 ჩათვალა საჯებმა და საჯამა გასაგებია მაგრამ მაინც ხო ალფა გრინ ჩემპიონშიპი ქვია როგორც ვიცი ნუ ორგანიზაცია აღარ ის ფუნქციონირებს ხო არ არის ეგ ხო არა მაინც რაღაც ფრეშ ახალი სტარტი მოგცა რა იმ 20 წლიანი პაუზის მერე თან საქართველოში გამარჯვების გემო თავიდან გაიგე მერე ბრძოლაც მოიგე და მერე უკვე გერმანიაში წახვედი კი ანუ ორი ბრძოლა ჩავატარე ალფა გრინში მადლობას ვუხდი იმ ორგანიზატორებს რა ვიცი ძალიან დამეხმარა სხვათა შორის ეს ორი ბრძოლა სუსტ ბიჭებთან არ მიბრძოლია მანდაც ცოტა გამოცდილებთან ვიბრძოლე ესეც კარგი იყო და ამის შემდეგ წავედი უკვე გერმანიაში. გერმანიაში ვიბრძოლე GMC-ს ორგანიზაცია იყო ესეთი. მანდაც ქაბარზე გახვედი მახსოვს, მაგრამ სატიტულო ბრძოლა არა, სატიტულო ბრძოლა არ იყო, მაგრამ main fight იყო, მაგრამ როგორც მახსოვს, მეორე ბრძოლა რომ მოიგე, ჯერ 6-0-იანს მოუგე ვიღაცას და მეორე ბრძოლა რომ მოიგე, ამით სატიტულო ორთაბრძოლა დაიმსახურე თვითონ სატოღაც მახსოვს ეგ ამბები. ესე იგი, პირველი იყო მუჰამედ ვალიდი, მას ვებრძოლე, main fight-ი იყო, ნუ მუჰამედ ვალიდი იყო GMC-ს აქ თვითონ დარბაზიც აქ და იქ ავარჯიშებენ ბიჭებს და GMC-ს დარბაზიდან ნუ ამზადებდნენ, რომ აი დიდ ორგანიზაციაში წასულიყო და ამიტომ აი ხორცი როგორც ხორცი ხო იცი, აი ეს რომ ჩაგიყვანენ და აი ეგრე ჩამიყვანეს მეც ეგონათ, ნეგატიური რეკორდი მაინც 7-8-ზე გქონდა, 7-8-2 გქონდა მაგისთვის. არა, 8-8-ზე მქონდა უკვე, ხო? არა, ეგ პირველი ბრძოლა იყო გერმანიაში. 7-8-2 გქონდა. ერთი ალფა გრეში მოიგე. ხო. იმის ვერ. და როგორც სპარტსლა ალბათ როგორც მარტი მეტოქეს. ხო, მარტი მეტოქე ისე ჩამიყვანეს 6-0-იანთან გაზდაუნდოდათ მაგ სპორტსმენის. მას მოუგე, ეს main fight-ი იყო, fight of the night იყო. ხო და ნუ მე შემოთავაზეს კიდევ შემდეგი ბრძოლა ისე GMC-ზე ვებრძოლე დიმიტარ კოსტოვი იყო რომელსაც ჰქონდა კამარი bantamweight და მას ვებრძოლე მე არა კამარი ჰქონდა flyweight და ვებრძოლე bantamweight-ში ანუ 71 კილოგრამში ვებრძოლე დიმიტარ კოსტოვს რომელსაც მოუგე ისე მსაჯების და სატიტულო ორთაბრძოლა მე GMC-ში აღარ შევდგა აღარ შემდგარა, იმიტომ რომ შემოთავაზეს უკვე ოქტაგონში ბრძოლა. ხო, ნუ იქ ლეველებია, იქ GMC ცოტა დაბლა არის, ოქტაგონთან შედარებით და იქ ოქტაგონს როგორც UFC-ს არ ვეტყვი უარს, UFC და ოქტაგონი განსხვავდება, ისე არის ოქტაგონიც და GMC. შვენიერი გადაწყვეტილებაც იყო აშკარა. ხო, მოწინააღმდეგე რთული შემოთავაზეს, მაგრამ ხო იცი. პირველი მოწინააღმდეგე ლოპესი იყო? პირველი მოწინააღმდეგე ლოპესი იყო, კი, დებიუტი ლოპესთან ჩავატარე, შემდეგი იყო ბრაჩიჩი. ეს ხორვატი მებრძოლი იყო და შემდეგ ახლა უკვე კი პირველ 60-ში მე ისე 57-ში დაიკელი და ხო სატიტულო ორთაბრძოლა მოიპოვა მაგით და საბოლოო მიზანი მაინც UFC-ია შენი კი როგორც ყველა სპორტსმენისთვის ეს არის ოცნება მაგრამ არც ისე შორსაა ეს ოცნება ეს უკვე რეალობად იქცა ახლოს ვარ რა რას ფიქრობ რა დრო დაგჭირდება მაგისთვის ვფიქრობ წელიწად ნახევარი ალბათ მაქსიმუმ მაქსიმუმს ვფიქრობ და 29 წელს რო ვიქნები, უნდა ვიყო უკვე UFC-ში. ძალიან კარგი. წარმატებები აქ ყველაფერში, რა ვიცი, ჩემი სახით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი შეგიძლია რა, ჩამთვალო. ძალიან გამახარებეც და რა მთელი საქართველოს ამ კამერის ჩამოტანით. მოკლედ, დღეს უძლეს იყო, შემდეგში მედია კიდევ ავსახდებით ესე და უფრო ფართოდ ვისაუბროთ სხვა თემებზე. მოკლედ მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლისთვის და თან თავებშიდობო ჩვენს მაყურებელს
ბენო ადამია იყო ჩვენთან ოქტაგონის ჩემპიონი 57 კილოგრამ წოით კატეგორიაში და ძალიან მალე დარწმუნებული ვარ რომ ბენო UFC-ს რიგებშიც ვიხილავთ, იმიტომ რომ ბენო არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლი. უბრალოდ ისეთი ბრძოლები აქვს, ისეთ ბიჭებთან ჩატარებული, რომ რა ვიცი, ყველაზე გამოცდილი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნამდვილად არის. წარმატებები კიდევ ერთხელ. მადლობა საბა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩემთვის ყოველთვის მე თვითონ მოხარული ვიქნები, კიდევ რომ მოვიდე, დავჯდე ვისაუბროთ ეს პოდკასტში. ძალიან მიხარია. მოკლედ, გამოგვიწერეთ YouTube არხზე, TikTok-ზეც, Facebook-ზეც და აბა დროებით.